მეგობრებო, მოგესალმებით, ვიმყოფებით მერაბ კოსტავას ეზოში და დღეს გვინდა ვისაუბროთ იმ საკითხთან დაკავშირებით, თუ როგორ შეიძლება ქართველმა ხალხმა დაიწყოს თავისი უფლებების აღდგენა, ასე რომ ვთქვათ. როგორც მოგეხსენებათ, წინა ჩაწერაზე მე განვაცხადე, რომ ყადაღადავდე ცენტრალურ საარჩევნო კომისიას და ამასთან დაკავშირებით არაერთგვაროვანი გამოხმაურება იყო. ზოგი რას ამბობდა, ზოგი რას და ასევე განვაცხადეთ, რომ უნდა მოხდეს ქართველი ხალხის თვითორგანიზება და დაიწყოს საერთო სახალხო მოძრაობა იმისათვის, რომ აი ამ მდგომარეობიდან, ამ მდგომარეობაში დღეს იმყოფება ჩვენი ქვეყანა, რომ გამოვიდეთ. ამასთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, კვლავ უარს აცხადებენ იმ თანხის გადახდაზე, რა თანხაც ავალია ცენტრალურ საარჩევნო კომისიას სასამართლოს მიერ, ეს არის 100 ლარი. ზოგიერთმა რატომღაც ჩათვალა, რომ მილიონებს ვითხოვდით, მაგრამ აქ არის 100 ლარზე საუბარი, რომელიც სასამართლომ დააგისრა ცენტრალურ საარჩევნო კომისიას. მიუხედავად იმისა, რომ ამ თანხას არ იხდიან ახლა, არ წარმოადგენს ისეთ დიდ თანხას, ურჩევნიათ, რომ ყადაღაედოთ, როგორც ანგარიშებზე, ასევე ქონებაზე. ჩვენ წავედით წინ და უკვე დავაყადაღეთ პროკურატურა, საახსრულებლო ბიურო თავად, ასევე დავაყადაღეთ სახელმწიფო უშიშროების სამსახური, იუსტიციის სამინისტრო და რაც მთავარია, ქონების მართვის დეპარტამენტი, ასე რომ ვთქვათ. ანუ საქართველოს მთელი ქონება არის დაყადაღებული. დღეს არა მარტო ამის გამო გადავწყვიტეთ ჩაგვეწერა, არამედ ჩვენ შევადგინეთ ფორმა და მოუწოდებთ სრულიად საქართველოს დავიწყოთ ყადაღის დადება სახელმწიფო უწყებებზე, სამინისტროებზე, მთავრობაზე, პარლამენტზე, პრეზიდენტის ადმინისტრაციაზე და ასე შემდეგ. ანუ საუბარი არის იმაზე, რომ საჯარო რეესტრში, როდესაც შედის განაცხადი ყადაღის დადებასთან დაკავშირებით, 3 დღის განმავლობაში საჯარო რეესტრი განიხილავს ამ განცხადებას და ამ 3 დღის განმავლობაში ყადაღა აქვს დადებული. ანუ გარკვეული მოქმედებების განხორციელება შეუძლებელი არის. ანუ ქონებას ვერ გაყიდიან, ვერ გაასქვისებენ და ასე შემდეგ. როდესაც ჩვენს ქვეყანაში არის აჟიოტაჟი ატეხილი, რომ იყიდება ქართული მიწები, ჩვენს გამოთხოვილი ქონდა 90-იანი წლებიდან დღემდე ლარად გაყიდული სახელმწიფო ქონება წელიწად ნახევარი არის, არ გვაძლევს საჯარო რეესტრი, რა თქმა უნდა, ამ ინფორმაციას, იმიტომ რომ როგორც განგვიცხადეს, ძალიან ბევრი არის, რომ ფაქტობრივად მთელი საქართველო ლარად არის გაყიდული და ვიღაცის ჯიბეში არის, ასე რომ ვთქვათ, გადანაცვლებული. ჩვენ დავიწყეთ ამ ქონებების დაყადაღება. თუ ყადაღა ექნება დადებული, რა თქმა უნდა, 3 დღის განმავლობაში დაყადაღებული იქნება, ვერ გაასქვისებენ, მაგრამ თქვენი თვით ალბათ, რომ 3 დღის შემდეგ რა ხდება? რა ხდება, ჩემო კარგებო, რა თქმა უნდა, უარს გვეუბნებიან ყადაღის გაგრძელებაზე და თავიდან შეგვაქვს ისევ ეს ყადაღა. ანუ რამდენ უარსაც გვეუბნებიან, იმდენჯერ უნდა შევიტანოთ. და ეს ყადაღა იქნება მუდამ დადებული, შესაბამისად ვერ გაასქვისებენ ვერც მიწებს, ვერც ქონებას და ვერც ვერაფერს. ამ მექანიზმის ამუშავება ჩვენ შეგვიძლია ერთობლივად. კი, მე ერთი ადამიანი ვაკეთებ ამას, მაგრამ ეს იყო მაგალითი იმის, რომ ეს არის შესაძლებელი და შეიძლება რომ გაკეთდეს, მაგრამ ამაში უნდა ჩაერთოს მთელი საქართველო და მთელმა საქართველომ ჩვენთან ერთად უნდა იაქტიუროს. იმისათვის, რომ ახლა ჩვენ არ ვთხოვთ, რომ გინდა თუ არა პოლიციელებს თავს დაესხი და თავები გაუტეხეთქო. ჩვენ გეუბნებით სამართლებრივ ჩარჩოში ერთი ფარატინა ფურცელი არის ამოსაბეჭდი, რომელიც ჩვენ უკვე გავამზადეთ და დავდეთ სოციალურ ქსელში, იმას ამობეჭდავთ. მიხვალთ საჯარო რეესტრში, მოუწერთ ხელს და მოთხოვთ ამ ყადაღის რეგისტრაციას. შესაბამისად საჯარო რეესტრი და გაატარებს ამას,
ხო, იქ ჩვენ განცხადებაც გავაკეთეთ, რომ თანხა არ გადაიხადოთ. თანხა არის გადასახდელი, თავიდანვე გეტყვია, რომ თანხა უნდა გადაიხადოთ, მაგრამ თქვენ ეტყვით, რომ შემდგომში გადავიხდი. არ გადაიხდით ამ თანხას, თანხის გადაუხდელად დაარეგისტრირებთ ამ განცხადებას, აღიძრება უკვე სისტემაში, რომ ყადაღა აქვს დადებული და რაც მეტი იქნება ეს განაცხადი შეტანილი, ამას არ აქვს მნიშვნელობა, სად შეიტანთ, რომელ განყოფილებაში შეიტანთ საჯარო რეესტრის, რეგიონებში შეგიძლიათ, ქალაქში ცენტრალურში შეგიძლიათ აქ შეიტანოთ და ასე შემდეგ. ანუ ამით საშუალება გვექნება იმის, რომ ქართული მიწები არ გაიყიდოს. ასევე ეს იქნება პროტესტი იმ ქმედებებისა, რასაც ეს პუჩისტური ხელისუფლება ახორციელებს და ქართველი ხალხის სახელით აცხადებს, რომ თურმე ის მოქმედებს ქართველი ხალხის სახელით და მათი მოქმედება კანონიერია. აი ეს განცხადებები ზუსტად განაპირობებს იმას, რომ წარმოჩინდება, რომ ისინი არ არის ჩვენი ქონების გამკარგველი ხელისუფლება, ისინი არიან პუჩისტები და შესაბამისად ჩვენი მოთხოვნა საბოლოო არის, რომ აუცილებლად უნდა ჩატარდეს მრავალპარტიული დემოკრატიული არჩევნები და საზოგადოება უნდა მომზადდეს ამისთვის უნდა მომზადდეს საარჩევნო კანონმდებლობა, თუ არა თუ ამათმა ჩაატარეს, ახლა მიდის საუბარი, ესენი აპირებენ არჩევნების ჩატარებას, მაგრამ ჩაატარებენ ისევ იმ გარემოში, ისევ იმ პირობებში და ისევ იგივე შედეგები დადგება და ამას აზრი არ აქვს. ამიტომ თუ არ დავირაზმებით ჩვენ და არ მოვახდენთ ამ ყველაფერზე ზეწოლას შესაძლებელი ხერხებით, ჩვენ შეიძლება ჩვენი ქვეყანა დავკარგოთ. დავკარგოთ ისე რომ ალბათ თაობები დაჭირდეს მერე რომ ეს ყველაფერი დავიბრუნოთ უკან. ამიტომ მოგიწოდებთ დაგვიდექით გვერდში რომ მაქსიმალურად საერთო სახალხო მოძრაობა ამოქმედდეს და დავიწყოთ ხელისუფლების დაბრუნება, ხალხმა დავიწყოთ და ყველა უნდა იცოდეს, რომ ეს ქონება, ეს ქვეყანა ეკუთვნის ქართველ ხალხს, არ ეკუთვნის არც ბიძინა ივანიშვილს, არც კობახიძეს და არც არავის იქ წამოსკუპულები რო არიან და მოძღრავენ ზევიდან და ფაქტიურად მთელი საქართველო მონებათ აქციეს, მონათა ბაზარი გახდა საქართველო. ისტორიას თუ გადავხედავთ საქართველოში ბავშვებს რო ყიდდნენ, ზუსტად ის პერიოდი დადგა, აგერ ჩვილ ბავშვებს ყიდიან და ქართველი დედები სუროგატებად ყავთ გამოყენებული და რა ვიცი, გადინება ხდება ჩვენი გენეტიკის და რას არ გვიკეთებენ. ხო და ამიტომ სანამ დრო არის და სანამ ლად არ დაგვიანებულა და საერთოდ არ გადავშენებული ვართ, ერთად ელემენტარულად გავაკეთოთ ეს, შევიტანოთ და ყადაღა დავადოთ ფურცელზე და ერთი ხელის მოწერა წინ რა უდგას. ამისთვის ვერც პოლიცია დაგიჭერთ, ვერც დაგაჯარიმებენ, ვერც ვერავინ ბოდის და ფეხებს ვერ მოგჭამენ. ხო და ახლა ამ ელემენტარული საკითხის გადაწყვეტა თუ არ შეგვიძლია და ამ საკითხში თუ ვერ დავდგებით ერთად, მაშინ სხვა საკითხებზე უკვე საუბარი ზედმეტი არის და როდესაც მუჯლუგუნს ირტყავენ გუნკერძე და არიქა ქვეყანა გვენგრევა და ჩვენ უნდა გადავარჩინოთ და მრავალათასიანი მიტინგები უნდა ჩავატაროთ. არა საჭირო ამდენი მრავალათასიანი მიტინგის ჩატარება, მიდით საჯარო რეესტრში ნებისმიერ ოფისში და დაადეთ ყადაღა. ფორმა მაგ დადებული, გააზიარეთ ის ფორმა, ამობეჭდეთ, უნდა მიხვიდეთ და ხელი მოაწეროთ. შემდგომში კიდე რაღაც მექანიზმები გვაქვს შემუშავებული, რომელსაც გავაჟღერებთ და შესაბამისად ვიმოქმედებთ. მე ასევე მოუწოდებ რაიონებში და უბნებში ქართულ საზოგადოებას, ქართველებს, ვისაც გული შეგტკივათ ამ ქვეყნისთვის, დაიწყეთ თვითორგანიზება. მერაბ კოსტავას ეზოში არის შტაბი შექმნილი საორგანიზაციო ჯგუფის. ამ საორგანიზაციო ჯგუფში თქვენ შეგიძლიათ შემოგვიერთდეთ და ერთად მივიღოთ გადაწყვეტილებები და ვიბრძოლოთ იმისათვის, რომ ქვეყანა გამოვიყვანოთ აი ამ წუმპიდან. მე გთხოვთ, რომ მაქსიმალურად გააზიაროთ ეს ჩვენი დღევანდელი ჩანაწერი,
ასევე გააზიარეთ ის ფორმა, რომელი ფორმაც გვაქვს ატვირთული და ერთად დავადოთ ყადაღა ქართულ ქონებას, ჩვენ ქონებას, რომელსაც გვისხვისებენ, გვიყიდიან ჩვენი წინაპრების მიერ შექმნილს. და ეს არის თითოეული ქართველის ქონება. და არა იმ მათხოვრების, რომლებიც აგერ რა გაასხვისეს და არაბები, მარტო არაბებზე კი არა ხალხი გასხვისებული. უამრავი ქონებაა თურქებზე, ანუ ისტორიულ მტრებზე არის გასხვისებული ეს მიწები და ქონება, შენობა ნაგებობები, ისტორიულ მტრებზე, რომლებიც ხოცავდნენ და დედას გვტირობდნენ და ამიტომ ელემენტარულად დავაყადაღოთ სამართლებრივად. ნახოთ რა გამოვა. რამდენი აგვიბავს ხარს და რამდენს შეტკივა გული ქართულ მიწაზე და სრულიად საქართველოზე. მე მინდა ბატონ ირაკლის გადავცე ახლა სიტყვა, ბატონი ირაკლი ორი სიტყვით იტყვის კიდევ ამ საკითხთან დაკავშირებით, ბატონო ირაკლი. მეგობრებო, მე ახლა ორი სიტყვით ვიტყვი ბატონი გიორგის წარმოთქმულ აზრს. ჩვენ ვიყავით ერთად მაგ საკითხზე, მაგრამ ყველგან შეხვდა სასტიკი წინააღმდეგობა და იგნორი ყოველგვარი კანონისა რა, მაგაც მაია ხატას კრაიო ესეთი რაღაცა შეიქმნა ჩვენი მთავრობა და ამიტომ მოდი დაუჯეროთ და დავაყადაღოთ. მეც ახლა დავაყადაღებ პროკურატურას ცალკე, მილიციას ცალკე, იმიტომ რომ ყველგან იგნორია რა, ყველგან ვითობცა წერ ერთს თვითონ გადაწერენ მეორეს, ვეუნები ამას აკეთებენ იმას. მოდიში და უკვე აღარა ვართ რა ვიცი მე რა უწოდო ამ ხალხს, ვინ არის სათავეში, ემასაც ვერ ვიგებ, იმიტომ რომ ასე ვიღაც იმაში რომ ნახავენ კაცო ქუჩაში ვინმეს რაღაცა უჭირს, იმას ეხმარებიან და არიქა იქ ფულის გადარიცხავენ უცხოეთში, იგრევა იმას იქ დახმარების ფონდს და საქართველოში რო წყდება ეს ხალხი და რომ მართლა ყადაღა დასადები ამ ხალხს, ნუ არ შეიძლება ეს ხალხი ავადმყოფეს, არ არიან ნორმალური ხალხი. როგორც აი მე გეუბნებით ერთი პროფესია გაუქმდა საქართველოში ისეთი თაღლითის პროფესია გაუქმდა რა, თაღლითი აღარ არსებობს რა. რატო არ არსებობს? ის რომ ყველა თაღლითი თითქმის დაიჭირა კაკებებს თავის დროს და ყველა ისინი აგენტურა კაკებებს დღეს. უშრეობის აგენტურა. ყველა რატო არ არის ჩვენთან დღეს ის წარმოება, რატო არ არის კაი ბიზნესმენები? იმიტომ რომ ყველას თაღლითების საშუალებით საერთო ბიზნესები. და თქვენი ხალხი დარჩენილია საქმის გარეთ და აი გათახსირებული თაღლითი ხალხს აქვს ფირმები და რატო არიან ეს ძალოვანი სტრუქტურების ყველა წარმომადგენელი მილიონერი და მილიარდერები, იმიტომ რომ აწყობილ საქმეს არ თვევენ და იმაში იყენებენ ამ თაღლითებს. მე მაგ მაგალითად წინა ემაზე სახელებს თქვი გვარის თქვი რამოდენიმე კაც დაგისახელებთ, რომელიც აქეთ მიწოდებენ მე კაკებეშტიქს და ვთხოვე რომ ხალხი არა ხართ მოუთხარი გამასამართლეთ ხო ვარ და თქვენს გთხოვთ სულ ყველას. ადექი და გამასამართლეთ თუმე და ის არა ვარ რაც მაგენი მიწოდებენ. თვითონ მაგათ გადამიხადონ იმ კაკებეშტიკის ხელფასი მეთქი და რახან ამას ყველაფერს ყურადღებას ვერ აქცევენ. ჩვენ დავადოთ ყადაღა. დავადოთ ყადაღა იმ ხალხს, ვინც ჩემს სახლში შემოიჭრა და ყველა შემქონება აქეთ დაადო ყადაღა და მიჩივლა, დავადოთ ყადაღა რომელსაც საერთო სადარბაზო მიითვისა და სასამართლო მაინც ვითო არაფერს არ აკეთებს, მოკლედ აი გაუქმდა რა ის თაღლითების ინსტიტუტი საქართველოში და დარჩა უშიშროების აგენტურის ინსტიტუტი, რომლებმაც შეითავსეს ეს სპეციალობა. სულს დავადოთ ყადაღას, დავადებ მე დადებული აქვს. სულს დავადებთ ყადაღას, სულს დადებული. ყველას დავადებ რა, აღარაფერი დამჩენი, მე არაფერი აღარ დამჩენია. ყველაფერი ამახიეს, რომ იტყვიან ბატონი ლევანის თამადობით იმდენი ისეთ რაღაცებში გაფლანგა, გამოფლანგა ჩემი საქმე, რომ მე ნოლზე არაფერი აღარ მაქვს. ქონდა რაღაც ქონა, მაგრამ არაფერი აღარ მეკარგება რა. დავადოთ და ყადაღა. სანამ სასამართლოს მე არ მომიწყობთ, აი მე სასამართლოს
კაი ქართველებთან ერთად, ნამუსე ქართველებთან. მანამდე აი ჩვენ წინა იმებზე თქვით რომ მერაბის ეზოდან მხოლოდ სიმართლე ითქება ჩვენი მხრიდან. და წეულიც იყოს დავწყელე მაშინ ყველა ის ქართველი ვინც აი აქ აქ ყოფილა და ის დღეს იტყვება და ერს ზიანს აყენებს. ყველა ქართველი ერის აი ესეთი გამონადგურებელი ბოდიში და დედავატირე რა და ბოდიში და აი ნუ იგულისხმეთ რაც გინდა უარყოფიდიო, იმიტომ რომ არ შეიძლება მერაბის სახელს ახსენებდე, ზვიადისტობაზე დებდე თავს და შენ ქართველებს ატყუებდე. არა ხარ თქვენ კაი ხალხი და ამიტომ უნდა დაგედოთ ყადაღა და დავადოთ, დაგვიჭირეთ ხა და ყველამ დავადოთ ეს ყადაღა კაცო. ერთი მაგათ კანონს რას უზავე მე ვნახოთ რა. მადლობ ბატონო ირაკლი ყადაღის დადების საკითხი ბევრთვის შეიძლება ესე ჟღერდეს, მაგრამ თქვენ წარმოიდგინეთ სამართლებრივად ეს აისახება სისტემურად, იცით რომ ელექტროფიცირებული არის ფაქტურად მთელი ეს სისტემები და როგორც კი შედის განაცხადი საჯარო რეესში ამასთან დაკავშირებით, ეგრევე აღიძურება და ეგრევე ედება შეზღუდვები ამ თუ იმ ქონებას. ამიტომ ჩვენ კიდევ ვიმეორებთ, ეგ ჩამონათვალი არის სამინისტროების და სამინისტროების და სახელმწიფო უწყებების, მათ შორის საინვესტიციო ფონდი რო შექმნეს ამათმა და მთელი ქართული ქონება რო იფლანგება და იყიდება. აი ფონდზეც არის საუბარი, ანუ სულ ყველა ჩამონათვალზე უნდა დაედოს ყადაღები. ნუ შემდგომში ეს აისახება სისტემურად, თავისთავად შეზღუდვები განხორციელდება და სისტემურად ვერ განახორციელებენ ამა თუ იმ ქონების გაყიდვას. ამისთვის საჭირო იქნება ალბათ საკანონმდებლო ცვლილებები იქ და სანამ ესენი ეს უწიგნურები რამეს მოიფიქრებენ, ეს სისტემა იმუშავებს და ვიმედოვნებთ რომ მანამდე აქ შეიძლება მდგომარეობა და შევძლებთ იმას, რომ ქართველი ხალხის დაორგანიზებული არჩევნები ჩატარდება მრავალპარტიული, დემოკრატიული არჩევნები. ახალი საარჩევნო კანონმდებლობით და არა იმ კანონმდებლობით, რომელიც ამოთმა შეიმუშავეს და ფაქტურად დიქტატურის განვითარებას და ხელშეწყობას უწყობს ხელს. ამიტომ დაგვიდექით გვერდში, გააზიარეთ ეს ჩვენი ჩანაწერი და მოუწოდებ ყველას ორშაბათიდან, დღე შაბათია, ხვალკვირა არის, დასვენება არის, უბრალოდ ეს ორი დღე გამოვიყენოთ იმისთვის, რომ მაქსიმალურად მეც მივაწოდოთ ხმა, რომ მაქსიმალურად ყველამ დაიწყოს ამ პროცესში ჩართვა. ყადაღების დადება 3 დღეში, შეიძლება 1 დღეშიც მოგივიდეთ უარი, ისევ და ისევ გაიმეორეთ ამ ყადაღის არ დაიზაროთ. დამიჯერეთ. მე ასევე მოუწოდებთ რუსთაველზე რომ აქციებს ატარებენ ახალგაზრდები, არიან იქ საღათ მოაზროვნე ახალგაზრდა ქალვაჟები, რომლებიც სათხოვ ისინი ჩაერთონ ამ საკითხში. უფრო ეფექტური იქნება ეს, ვიდრე წელიწადნახევარი იქ სიარული, რომელსაც შედეგი ფაქტურად ჯერჯერობით არ მოყოლია. ამიტომ დაგვიდექით გვერდში იმისათვის, რომ სწრაფად მოხდეს რეაგირება და შესაბამისად უფრო ეფექტური გამოდგება ეს ქმედება. ამაში ვართ დარწმუნებული და ერთად დგომით ჩვენ მაქსიმალურად შევეცდებით, რომ მცირედი უფლებები დავიბრუნოთ მაინც. საერთო ჯამში ბრძოლა მიდის, რომ ქართველმა ხალხმა ხელისუფლება დაიბრუნოს და ქართველი ხალხი იყოს ამ ქვეყნის ბატონ პატრონი. მე დროებით დაგემშვიდობებით, ვიმედოვნებ, რომ გააზიარებთ ამ ყველაფერს. დიდი მადლობა.